გაუმარჯოს ხალხო, მოკლედ ეს არის CLS პროექტის მეორე ნაწილი და წინა ვიდეოს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, ძალიან ბევრი ლაიქები იყო, ძალიან ბევრი კომენტარები იყო აქეთ-იქით რაღაცა და ეს არის მეორე ვიდეო. დღეს წავალთ, დიფერს წავიღებთ ისევ, ოღონდ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდება ვიდეოში, ბოლომდე უყურეთ, არც ერთ წამი არ გადაახვიოთ. ლიანი ხიდის ყიდვას ვაპირებს ბორად, ასევე ვაპირებ კაროპკის შეცვლას თავის ყველაფრით. ძალიან ბევრი რაღაცა იქნება ვიდეოში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვინდა როგორ არ დაგასპოილერებთ, მაგრამ გამოჩნდა კომპანია, რომელიც გადავიკრავს მანქანაზე ძალიან მაღალი ხარისხის ფირს და მესამე-მეოთხე ვიდეოში ნახავთ მაგ ყველაფერს. ეს ვიდეოს პეტლიჩკების და კამერების გარეშეა გადაღებული, გამოწერილი მაქვს ეგენიც და მესამე-მეოთხე ნაწილისთვის ჩამოვა და ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეოები გაიჩითება. ეხა ვიდეოს უყურეთ, უეჭველი დაალაიქეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია დალაიქება და გამოწერა და ზარის ყილა კი ჩავურთეთ. ჩემი ინსტაგრამი ვიდეოს აღწერაშია. და ამ ვიდეოს ლაიქების მიზანი არის 3887 ლაიქი უნდა გავწუროთ უეჭველი. დავაი. ედალი ჩელა ვართ აგერტო. ჩემი ძმა როგორ ახლა? ავიჯავე ხაზე ჩემა. დიპერია გოჭი არ გვიზის. იმაში რა ქვია? რამას რა ქვია შეჭება? არა, თვითონ პარკს. მე შოქში გოჭი არ გვიზის. გოჭები ხო უზით უსხედათ, არა, ის არის დიფერი, ეს შარნირია. ის არის დიფერი. იტოქში ხა უნდა წავიღოთ დიდ ლილოში. და უნდა მოვაზომოთ ეს შარნირი და ის დიფერი, ახალ შარნის და ახალ დიფერს ბორად ვყიდულობ, კაროჩე, თავის იმით რა ქვია, ელასტიურით და ყველაფრით რა. ადო აქ ჩაეტევა უეჭველი ძმაო. ფეხებით რო ჩავსვათ, ამას თავზე წამოვასმევ და დავაი უბერე შეჩემა დავაშკაცდე. კაროჩე, დიფრის სამყაროში ვარ, როგორც იქნა ძმაო. 1-3 საათიანი ლაპარაკის მერე თავისი კარდანით, თავისი ელასტიურებით ეს დიფერი ვაფშე ზავგასკოვი ახალი დავითრიე რა. ვაფშე ყველაფერი ახალი. აგერ არის დიფერები, ძმაო, დიფრები უпростоრად. 327 არის ჩემი და ესენი არის 307 სულ ყველა. ორი იყო 327 ჩემი ელასტიურზე, ანუ ელასტიური რაც უდგას. ჩემი დიფერს არ მიდიოდა და ნაჩალიჩარი იყო ჩემი დიფერი რა, თურმე 5-დან 0 ზრავას ხიდზე იყო გადაწყობილი, ანუ 5-დან 0 ხიდზე იყო გადაწყობილი რა, ჩემი ხიდი. ხო და რავი, ეს ვაფშე შეჩემა. მაგრახშია ხო? კაი, აღარ ამოგიჭრიან, ამას წინა ვიდეოდან ის რო ამოუჭრეს, ტბილები დამიკრიჭეკთ ხო რა. გეხვეწები რა. ხო. Please. ჯებო, ჩემი ხიდი თურმე ნაჩალიჩარი ყოფილა და 5-დან 0 ზრავის ხიდზე ყოფილა გადაწყობილი, რომ კარგად ებუქსავა და რაღაცა ელასტიური, დიდი ელასტიური ეყენა 5-დან 0-ის კოდით ეყენა, 5-დან 0-ის იმით ეყენა, სიგზით, ზომით, რავი, კაროჩე, ისეთი ნაჩალიჩარი ყოფილა დიფერი. თლიანი ხიდი ვიყიდე ვაფშე, აი მთლიანი ხიდი რა. თავის ელასტიურებით, თავისი კარდანით, თავისი კარობკაში რაც უნდა ჩაჯდეს მაგით და რავი, მთელი ამბები გამაწამა ამ დიფერმა, უძილო ვარ, აღარ შემილია ბრა, იმენა აღარ შეგვილია სიმონ. Просто რა უძილო სახე მაქვს, დამამუღამი, წამი არ ძინებია რა. აგერ არის იმენა სერიოზული მოტორები, შეახედეს მოტოსკაფისებ მოტორებს. Короче, აგერ რავი, მანქანებშლიან, просто სიტუაცია არის ის, რომ 211-ია დაშლილი, სულ რა, ეს სულ 211-ია დაშლილი და ჩემი მანქანა ხო არის 219 და 219-ზე მიდის ყველა სავალი ნაწილი ვაფშე პერედოში, ხადავოიში. ანუ კუზაოს გარდა რა, ეს სულ 211-ია, აქაც 211 დგა, ეგეთ ჩიელა. ეს იყო ჩემი ძველი დიფერი. შეხედე რა ჭირდა ჩემ ძველი დიფერს, შეხედე რა უქენი ბუქსაოვისგან, არ ვიცი ჩანს თუ არა ეგ. იმენა გამომტრეულია. ეს ახალი დიფერი, კაროჩე. თავის შარნირებით, ყველაფრით ის იქ მინდის მერე. ხო და ეხა უნდა ჩავიდეთ მედალი ჩელა. ის სანში რო კაროკაზე რო წავიდეს რაღაც ნაწილი, არ ვიცი, იმენა არეული ვარ ის რო დავაყენო და ძალიან მაგარი ბარგალკების ხმები მოაქვს, მინდა გითხრათ. კაროჩე ბიჭობა, ის ნაწილები ჩავდეთ რაც ვიყიდეთ, თლიანი ხიდი საერთოდ და აი ეს დაგვრჩა, ზომები უნდა აიღონ კარობკაზე, ანუ რაც შედის რა ხიდი კარობკაზე, რაც უნდა შევიდეს. მეც იმენა ვერ ვიგებ კარგად რა, იმენა არ ვარ, იმდენი რაღაცები მელაპარაკეს ამერია. ხო და ეხა უნდა მივიდეთ იმ ტიპთან და ამის ნაწილი უნდა დავითრიოთ, რომ კარობკაში შეჯდეს მთლიანი ხიდი, იმიტომ რომ ნაჩალიჩარი რო იყო რაღაცები გადაწყობილი, გადმოწყობილი და მთელი ამბები იყო და აი ეს არის ბიჭებო რა, დავითრიეთ, ვერ გადავიღეთ რომ აი ეს არის მიდის ამაზე, აი ზევიდან რას აქვს. ეს გვეკლდა ერთადერთი რომ კარობკაში წავიდეს. ნაწილებს ჩავიტან ხელოსანთან, თუ მოვახერხე, კაროჩე, გადავიღებ მაგის აწყობის ვიდეოს და კი ნახავთ ამის შემდეგ მაგის აწყობის ვიდეოს
თუ არა და მანქანა რო აიწყო იმიხდებით. კაროჩე ბიჭებო, აგეთ კაროპკა მოვიტანეთ, თავისი ყველაფერი და პერედოკის ნაწილები მოვიტანეთ, ხადავოში ყველაფერი გაჭირდა, პერედოქში ერთადერთი გიტარები დარჩა შესასვლელი მარტო და კაროპკას ჰქონდა პრობლემა. ლატაზე გვეგონა თავიდან რომ პრობლემა ჰქონდა. ლატაზე არ ყოფილა ეგ პრობლემა და კაროჩე ლატა რაც ეყენა მანქანას კაროპკაზე იგივე ვსტოვებ და ახალ კაროპკას ვაყენებ. ახალი ვით არის კაროპკა 30000 40000 აქო. რავი, გავლილიო, საიდანაც მოიხსნა ეს კაროპკა, რომელი მანქანიდანაც მოიხსნა. თავისი, რავი, გიდრო მუხტით, აი ეს არის გიტარები. პერედოქში რაც უნდა დავაყენოთ, აი ეს თავები იყო დამუშავებული. რავი, იმენა გაგლეჯილი იყო, მოგლეჯილი იყო. ხო, ესეც პერედოქში. და უდარნი ტიაგებია ისე. და ესენია უდარნი ტიაგები რა, აი. აგერდეს აგერდეს უდარნი ტიაგები, რავი. კაროჩე, ნახავთ ყველაფერს, მანქანის დაშლის ვიდეოს, აწყობის ვიდეოს, კაროპკის დაყენებას ყველაფერს ნახავთ და კაროჩე პოსტა ვიდეო და ლაიქიც უყველა მოვეჭურა. აქ ნაწილები, რასაც ხედავთ, ეხა ყველაფერი არის გამოცვლილი. ესენი ეყენა მანქანაზე, ესე შევცვალე, ესე შევცვალე, ესე. კაროჩე, ყველაფერი შევცვალე საერთოდ რა, ესენი არის შეცვლილი ნაწილები. თლიანი ხიდი შევცვალე, როგორც ნახეთ ვიდეოში, თლიანი ხიდი შევცვალე, თავის დიფრით, ყველაფრით. ხო და თავისი კარდანით, მთლიანი პერედოკი, მთლიანი ხადავოი. ჯერ პერედოკი არ შემიცვლია, მამაჩემის მანქანაში მიყრია გიტარები, ყველაფერი საერთოდ რა. 30000 ქონდა გარბენი იმ მანქანას, რომლიდანაც მოხსენით ეგ კაროპკა, 7G კაროპკა არის. აი თავისი იაპონური ზეთით, კაროჩე იაპონიაში ჩასხმული ზეთით ჩამოყვანილი მანქანით, იაპონური მანქანიდან მოხსნილი, რაც ამ მანქანაზე დავაყენე ნაწილები, ყველაფერი არის იაპონური მანქანიდან მოხსნილები 211-ის ნაწილები. ეს არის 219, მაგრამ 211-ის ნაწილები, ხიდი, კარდანი, საერთოდ ყველაფერი, რაც არის დაყენებული მანქანაზე. მოკლედ, ყველაფერს ვიდეოში ნახავთ, 2 საათი უნდა ეხა კაროპკის ხელოსნოს ველოდები, რომ ეს მანქანა აწიოს და ჩამოიღოს კაროპკა. ყველაფერს განახებთ, რა მოხსნილია, რა არა, აი საერთოდ არაფერი არ დარჩა ძირს, დაბლა, პოლის გარდა, რაც შეუცვლელია ნაწილი, გინდა პერედოკი იყოს, გინდა ხადავო იყოს. პახოვდო პრიბორზე ABS და იმას რომ მინთებ და ეგენი ჩავაკრეთ. 4-ვე სტუპიცა რო შევცვალე, 4-ვე სტუპიცა ხო შევცვალე იმაზე რა, 4-ვე პაგრიშკაზე, თავის ბორში ყველაფრით. ეგენი ვერ გადავიღე სამწუხაროდ სიცხე მქონდა. ძალიან მაღალი სიცხეები მქონდა, ვირუსი შემხვდა. მამაჩემი აგვარებდა ამ მანქანის თემებს, მე რო სიცხე მქონდა, ხადავოის შეცვლის თემებს და რაღაცეების. ხო და, კაროჩე, საერთოდ არაფერი არ რჩება შეუცვლელი რა. ახალი აკუმულატორით ჩავაგდე მანქანაში, რავი, ფასებს ესე ვერ გეტყვით, ძალიან ზვირი დაჭდა მართლა, რავი, ჩემთვის ზვირია, მართლა ზვირია, ძალიან ზვირია და სხვისთვის არ ვიცი როგორია ეგ ამბავი, რაც დაგვჭა გასაკეთებელი არის. აი ეს კარებები უნდა ვიყიდო ორივე ახალი მარჯვენა, იმიტომ რომ რავი, არ გაიკრასკება მანქანა მთლიანად უნდა გადაიკრასკოს. ეხა პატკლინიკები უნდა ვიყიდო, წინებიც, უკანებიც 4-ვე ახალი, იმიტომ რომ ხედავთ რომ არ უყენია. შიტოკი უნდა ვიყიდო ახალი, ეს უნდა გადავაგდო საერთოდ, შეჭმულია მთლიანი შიტოკი. სარკეები უნდა ვიყიდო, უნდა გადაიკრასკოს მანქანა, უკან დიფუზორი უნდა ვიყიდო, მოკლედ. ეს დიფუზორი, ძალიან ლამაზი დიფუზორი და გრუჩტელები უნდა ვიყიდო ახალი საერთოდ რა. რაც მრჩება შეუცვლელი, მანქანაზე არის სტოპები და ბაგაჟნიკი ალბათ და კრიშა. ბაგაჟნიკსაც უნდა მე მგონი შეცვლა. არ ვიცი, კაროჩე, აი ყველაფერი შესასვლელია მანქანაზე. ხო და ყველაზე მაგრად ის გამიხარდა, რომ ABS-ის დაჩიკი აქვს სტუპიცაზე Z მანქანას. ხო და სტუპიცები რო შევცვალე, კაი ABS-ის დაჩიკიანები ვიყიდე, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ნაწილებით და ეს ABS მინთებდა პრიბორზე სულ რა. ABS რომ მინთებდა, რული ხმელდებოდა და სულ მეგონა რულავოის რეიგა შესასვლელი და ვერც ვახერხებდი და რული არის აი ურბილესი. ყველაფერი ჩამქრალია. რუჩნოის ტროსიც გავასწორე, რუჩნოი აქამდე არ იჭერდა, აქვავებს რუჩნოი, ხა ფეხის რუჩნოი რაც არის. აი ეს აირბაგის ის დამჭა კაროჩე გამოსართველი, ამას გამოაერთებ შტეკერიდან, წინა აკუმულატორს ჩავაგდებ მანქანაში, მოიხოდება წინა აკუმულატორიც და რა ვიცი, ტეხას მოტრს გავატარებ, ტეხას მოტრი არა აქვს, ეს მონიტორიც უნდა შევცვალო, ეს სიდენიები უნდა გავაკერინო ორივე. რაღაც დეტალები ესენი სალონში საყიდია, ამასაც ვიყიდი და დავით დისკებზე გაკრასკვის მერე დავფიქრდები რომელი დისკები შევაგდო. და სტრიმები მაქვს ხოლმე ყოველ საღამო YouTube-ზე აქ, არხი გამოიწერეთ უეჭველი, ვინც PUBG Mobile-ს თამაშობთ. შეგიძლიათ რომ სტრიმებზე შემოხვიდეთ, რაღაცებს თამაშობთ ხოლმე, ხან TDM-ს თამაშობთ ხოლმე, ხან ტურნირებს თამაშობთ ხოლმე კლანი.
ხო და რა ვიცი, სტრიმებზე გელოდებით სულ ყველას, ვისაც გაგისწორდებათ რა. კაროჩე, აგერ მანქანა აიწია ჰაერში. აი აქ რასაც ხედავთ, საერთოდ ყველა ნაწილი შეცვლილია გრუჩტელის გარდა, აი საერთოდ ყველა ნაწილი, აი ეს ყველაფერი ახალი აყენია, ეს თავის ამორტიზატორებით, აქეთ სტუპიცა მთლიანის ბორში ყველაფერი აყენია, ახალი საერთოდ ყველაფერი ვაფშე, იმენა რასაც უყურებთ, ესენი უნდა შევცვალო ეხა საერთოდ ყველაფერი, აქეთ ეს არის კარობკა რა, აი ეს არის კარობკა, რაც უნდა შევცვალოთ დღეს და აგერდევს ჩვენი კარობკა, ძალიან იდეალური კარობკა არის თავის გიდრომუხტით. შეხედეთ, პროსტა რა სვეჟია იმენა. 30000 გარბენით შეგახსენებთ. თან გატესტილი, შეერთებული ყველანაირად და გელი ხოდზე მოდის. Короче, даже я чиричини здесь, шик тулкები. აი тулкებიც შეცვა. Вообще ყველაფერი შეცვლილი. ბალკის რეზინები განახო. აი ხაზის ბალკის რეზინები აი ბალკაში. ეს რეზინებიც კი შეცვა. აი ბალკის რეზინები. სულ ყველაფერი ახალი უკანია. ყველაფერი ეს რავი რასაც ხედავთ ეს ტიპერი ეს აი ბალკაში რეზინები რაც ისინიც კი დაცულია. ეს შარნირიც შეცვლილი. აი ეს თლიანი სტუპიცა თლიანი. სულ ყველაფერი დოშ. აი ეს კარდანი თავის აი ეს არის ელასტიურები ახლები უკანა თავის კარდანი. აი ეს წინა და უკანა და წინა ელასტიური გადავიტანო. ყველაფერი შეცვლილი. კაროჩე ხსნით ჩემ კარობკას ეხა რაც საყენია და საჩალი ჩავავი ჩეპე ზეთი უნდა ჩამოვასხათ ერთი თვის წინ შევცვალე ეს ეთიც რა შეიძლება ობა კაი ზეთი ჩანს ხო Kırmızı home var, tutarlısı suni yer bakıyoruz. იმ კარობკაში იმენა იაპონიას ჩასხმული ზეთი დგაო. იმენა იაპონიას ჩასხესო და მთელი ამბები. და ზეთიც ჩამოდის და კარობკასაც ჩამოვიღებთ ნელ-ნელა უკვე. Onu da morça. ვაჰ. Aga zeti ar mamწუს. მართლა რა ცუდი სუნი და кайხა ვიგზენი და. Იმას вообще არ აქვს. ფუ, რა სუნი აქვს ბიჭო. და მაგარი ცხარე სუნი აქვს რაღაცნაირი. მძაფრი. მძაფრი რა. იმინა მძაფრი სუნი აქვს მაგარი. იტოქში ამაზე რა პლატას აყენია, ისევ იგივე პლატა უნდა დავაყენოთ იმ კარობკაზე. იმიტომ რომ დაპროგრამებულია უკვე ეს პლატა რა და იმის პლატა რომ იმის პლატა რომ დავაყენოთ, ცალკე ხელახლა უნდა დაპროგრამება და მაგას ცალკე ჩალიჩი უნდა. ხო და იმედია რომ ამის პლატა არ არის დაზიანებული. ამე დაზიანებული რო იყოს გადმოვაყენეთ პლატას, პროსტა ცალკე დაპროგრამება და სხვა ხელოსნები უნდა მაგას. იმედი გვაქვს რომ პლატა კარგია, თუ წავიდა ეს პლატა, მაინც იმ პლატასაც დავიტოვებ ახალს. რა იცი რა ხდება მომავალში. ძნელი საშონელია და თან ძალიან ძვირები ყის, რავი, $500-ებიც, $700-ებიც, ნომერს გააჩნია, კოდს გააჩნია. ხო და რა ვიცი
შიტოკის მალე შეისვლება, არ ინერვიულოთ, მაწუხებს, აი შეჭმული რო არის, იმენა მაწუხებს. და მიკროფონიც ჩამომდის ახლა გამოწერილი მაქვს პეტლიშკები რაღაცეები, რომ ეს ქარის ხრიალები და რაღაცეები აღარ შეწუხდეთ ვიდეოებში. ნელ-ნელა იხოდება. ხვალე პრავის გამოსდა მაგ ქალაქზე გავდივარ და მაგასაც ჩავსვავ ამ ვიდეოში. და ეხა წინასწარ ვიძახი რომ უეჭველი ჩავაბარებ. ამ დღეს ვიძახი და ხვალე რო ჩავაბარებ ვიდეოში იქნება ყველაფერი ვაფშე. მიყვარხართ ვიდეო და ლაიქეთ უეჭველი და არხი უეჭველი გამოიწერეთ. აი არხის გამოწერა იმენა არ დაგავიწყდეთ არც ერთ ვარიანტში. ძმურად ერთი კლიკი არის არხის გამოწერა, უეჭველი გამოიწერეთ არხი არ დაგავიწყდეთ არანაირად. ყველაზე მნიშვნელოვანია და ზარის ხილა კი ჩაურთით. როკა ჩამოდის ნელა-ნელა. აი ხლა იგეთ სიტუაციაში ვარ 2 წუთი დემელოდო. აი მას უჭირავს ხამუტებით იყო ეგრე პლაზმას ხამუტებით. აი ეს დამაგრებული ხო? ეს ვისხავ. ოპა, ჩამოვიდა. ჩვენი მეფე. კაროჩე ძმებო გუშინ ვეღარ გადავიღე კაროპის დაყენება, კაროპკა დაყენ და იდეალურად მუშაობს, მანქანა იდეალურად დადის, აპკატკა უნდა გაიაროსო ცოტაო, მაგრამ მაგის გარეშეც, აპკატკის გარეშეც ძალიან მაგრად დადის, აპკატკას რო გაივლის, უფრო მაგრად დაჯდება და ეხა ვართ რაზვალზე მოსულები, რაზვალს ვასწავლეთ, ყველანაირი გიტარა რო შევუცვალეთ, კანეშნა რაზვალი აირია და პახოდუ 3 საათში პრავის გამოსდა მაგ ქალაქი დამრჩა და მაგასაც ვიდეოში ნახავთ, ავიღებ თუ არა რა, დავაი მიყვარხართ. გასწორდება ეხა რაზვალი და მე შეიძლება დისკების დავითრიოთ რა. კაროჩე ბიჭებო, სულ რაღაც 10 წუთის წინ ჩავიჭერი პრავის გამოსტაზე, ქვეით ვერ დავინახე, არ დავუთმე. მეთქი ერთი შენი დედას ვატირე, სულ არ გადმოგიშვება თქო და ჩამჭრეს და კაროჩე ეს ვლოგი აქ მორჩა და ეხა მე და ჩემი ძმაკაც მივდივართ, დისკები უნდა ვიყიდოთ და ეგ უკვე მესამე ნაწილის ვლოგში იქნება რა დისკებს დავაყენებ და როგორ. ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოვიწერეთ და დავაი მიყვარხართ ყველა. ამდენი ბუქსაობის და ყველაფრის მერე მანქანა დადის იდეალურად. არაფერს ხმა აღარ აქვს, დავისვენე იმენა ხატავოი და პერედოში, აი ბუგაროგზიან სულგზაზე რო გადადიხარ, გაჭკუკის ხმა და რაღაცეები არ აქვს. იდეალურად დადის, ერთადერთი პრობლემა ბენზინი გვაქვს და რავი და ამას სპონსორით ვინმე აღარ დამჭა ფული, რამდენს ვახარჯებდო. და ლაიქეთ ვიდეო, არხი გამოვიწერეთ, კადრებს ნახავთ ეხა გარედანაც და რა ვიცი, სხვა რაღა დაგვრჩენია, ვიდეოს თუ არ დავალაიქებთ, არხს თუ არ გამოვიწერთ. Scap.